მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს ახალ რეცეპტს გიზიარებთ, ეს არის თურქული პიცები, ჩვენ ძალიან გვიყვარს და ძალიან გემრიელი და უცხო გემო აქვს. ამიტომ დავიწყოთ შეზავება ჩვენი თურქული პიცის ფარში. მე ჩემს რობოტში მაქვს ეს გადასარევი მენიუ. აი ასე უფრო კარგად ჩანს, სადაც არის თურქული პიცა, ნახეთ, პიცა ჩურკ. და აი ასეთი ლამაზი პიცები უნდა გამოგვივიდეს. ნახეთ. მე რა თქმა უნდა, რამდენჯერმეც გამიკეთებია ჩემი რობოტის გარეშე, თქვენ ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააკეთოთ და აი დავიწყოთ და აქ გვეუბნება რამდენი რა დამჭირდება, მაგალითად ეს ცომისთვის. ცომის მერე როგორ შევაზავო ფარში და ასე შემდეგ. ესე იგი, დავიწყოთ ხახვის კარგად დაჭრა, ანუ მე აქ ბლინდერში ვატარებ, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივ შეგიძლიათ რომ თხლად დაჭრათ. ესე იგი, ხახვი, ერთი დიდი ხახვი, ან ორი პატარა და ორი ნიორის კბილი. კარგად უნდა ახლა ავთქვიფოთ. ნახეთ რა კარგად ათქვიფა. აქ მეუნება რომ ვუყობ პამიდორი, მაგრამ მე პამიდორი არ მაქვს და ამიტომ ვუყობ ბანკით. აი ესეთ პამიდორს ვუყობ, ერთ ბანკას. მხოლოდ 120 გრამი, აქ კი მაქვს 385 გრამი. მე მგონი მართლაც სუს არ ვუყობ. ნახოთ აბა. ხო, სუს არ ვუყობ, რადგან უნდა აქ ბულგარული წიწაკაც ვუყო. ეხლა უცბად გადავათვალიერე და ვნახე რომ არ მეუბნება რომ ვუყო ბულგარული წიწაკა, მაგრამ დამიჯერეთ რომ ბულგარული წიწაკა ძალიან უხდება, აი ძალიან. ვუყოთ და კარგად ავთქვიფოთ ესეც. ეს რობოტი სულ მეუბნება რომ მინიმალურად გავაკეთო და მე კი სულ ბლომად ვუშვები ხოლმე. ნახეთ. და ახლა დავუმატოთ ფარში. ასე პირდაპირვე და ეს თვითონ ყველაფერს ათქვეფავს. ეს პატარა ფანჯარა აქ რო აქვს გავაღებ, რადგან შიგნით ვუყობ მარილს. აქ მეუნდება რომ დავუმატო ზეითუნის ზეთი, ოდნავ ზეითუნის ზეთი. ნახეთ მე რა ვიყიდე თურქულ მაღაზიაში. ეს არის სპეციალური თურქული პიცების სუნელი. აქვს ძალიან გემრიელი სუნი. ახლა დავუმატებ. აქ დავდი რომ თან ნახოთ. თავისი მარილი აქვს, ყველაფერი შეზავებულია. მეუბნება რომ ვუყო ყველანაირი სუნელი რაც აქ მაქვს. მაგრამ მე აღარ ვუყობ, რადგან ყველაფერი არის უკვე ამ სუნელში. აი ნახეთ რა კარგად შეერია. აი ნახეთ როგორი კარგი ფარში გამოგვივიდა შერეული. რაღაცა მესქელება, მე даже შემიძლია დავამატო ჩემი ტომატი რომ დამჩა. ახლა უყავი მწვანილი, ქინძი, პეტრუშკა რაც გაქვს სახში. ჩვენი პიცის ცომისთვის დაგჭირდებათ მარილი, 1 ყავის კოვზი, შაქარიც 1 ყავის კოვზი. დაგჭირდება 450 გრამი წყალი და ალბათ 1 კილო ფქვილი. ვნახავ როგორ იქნება და გეტყვით აუცილებლად. რა თქმა უნდა, ახლა ამ ჩემ თბილ წყალში გავხსნი საფუარს, აი ესეთია. ნახეთ, გამშრალებული. შაქარს 1 კოვს ვუყობ, შემდეგ ფქვილს და შემდეგ მარილს, რადგან მარილმა შეუძლია რომ საფუარი არ ამოიყვანოს. ამიტომ მარილს ვუშვებით, როდესაც ფქვილს ვუშვებით. შაქარი 1 კოვზი. ახლა კარგად მოურიეთ.
ჯერჯერობით ვუყავი 600 გრამი ფქვილი, ახლა ვუყობ მარილს. ეს ერთი კოვზი. და ახლა გავიკეთებ ხელთათმას და კარგად ავზელავ. ახლა ცოტათი იკრავს შემიცვამი, მაგრამ მე მგონი ფხუს აღარ დავუმატებ, ან ძალიან ცოტას. ახლა დავამუშავებ ზეთით. აი ხელებზე უკვე ძალიან ცოტათი იკრავს, ამიტომ ახლა უკვე მოვაყრი ზემოდან ფქვილს. ქვეშაც ფქვილს მოვუქცევ და დაველოდები რომ 1 საათი კარგად ამოვიდეს. გახადეთ ბურთი და კარგად გადააკარით. შემდეგ ჩაისტილო, ღუმელი დააყენეთ 30 გრადუსზე და დაელოდეთ რომ ამოვიდეს სითბოში ნელა-ნელა. 30 ახლა დავიწყოთ ჩვენი პიცის გაკეთება. ნახეთ ცომი რა კარგად ამოგვივიდა. ახლა ქვია უცილებლად, რომ არ მიგვეკროს და ახლა მოვხსნათ რაც შიგნით ჰაერი აქვს, ანუ გაზი დაგროვილი. კარგად აურიეთ, ნახეთ რა ფუმფუა და რა კარგი ცომი გამოგვივიდა. ნახეთ რა სილამაზეა. რა სილამაზეა. ეს ხოთი დავიდო. უნდა იყოს თხელი. ახლა ვიდაგეთ თქვენს შარონაზე. და გვერდით ერთი პატარა მივიდეთ რომ წავუსვათ ჩვენი ფარში. ერთი კოზი კარგად აქა, ერთიც აქა. და კარგად გაათანასწორეთ. ყველგან რომ მივიდეს, ყველგან გადავუსვით. თხუთმეტი წუთი 200 გრადუსზე. ხება ცალკე გავამზადე გამოსაცხობი ქაღალდი და გამოსაცხობ ქაღალდზე დავდებ და შემდეგ მაგ ქაღალდს გადავიტან ჟარონაზე პიცებით. ახლა გავაკეთებ ძალიან ცოტა პატარებს. ერთხელ მეზობელმა შემომიტანა, მეზობელი ყავს თურქი. ხო და თურქმა მეზობელმა შემომიტანა აი ესეთი წვრილები. აი მე ისე მოგვეწონა მე და ჩემ მეუღლეს, ისე მოგვეწონა რომ ვუთხარი რა არის მეთქი და თურქული პიცაო. იმის მერე მეც ვაკეთებ და ვაკეთებ. აი ესეთი შემომიტანა და როგორც ლავაში ესე გადაკეცილი, მიხვდით? იყო ძალიან საინტერესო, სიყვარული გითხრათ. მეც ესე გავაკეთებ დღეს ახლა ერთ ცდი. გადავიტან ამას ახლა ქაღალდზე. გიყვანეთ მეგობრებო. აი ესე ცეთეთ კარგად გამოჩნდეს. აი ესე გვერდზე გადავიტანე. Parallèlement, tu veux boire de l'eau? Allez, c'est parti tout de suite. ესეგი უბრალოდ არ მახსოვს სიმართლე გითხრა და აი ესე ქონდა გადაკეცილი აი ესე ბაბუია ბაბუია კანი ბაბუ
Oui. Babu. ხეთ რა საყვარლებია და ესეთები შემოგვიტანა. Doucement Denis, s'il te plaît. აი, ჩვენი პიცებიც. ახლა უცბად გადავიტანოთ ეს ცალკე. და ამებს ახლა მოვაყრით ყველას. ეს პიცა იჭმება ესე მწვანილთან, კიდრი პამიდორთან, დადებთ შუაში, გადაახვევთ და ისე შეჭამთ. ისე დავჯექით, რომ დეგუსტაციის ვიდეო ვეღარ გადაგიღეთ, მაპატიეთ, მაგრამ აი ესე ძალიან გემრიელია და ძალიან უცხო არის. ამიტომ ნახვამდის მეგობრებო, ძალიან მალე შევხვდებით.